და სტუდიის სტუმრებთან გადავიდე ბატონ გუბას თქვენ მინდა გკითხოთ თქვენ მოისმინეთ ბატონ გიორგი ტუღუშის არგუმენტები ეხა Facebook-ზე ჩვენი ლაივი მიდის ჩვენი გადაცემის სადაც ერთ-ერთი მომხმარებელი მაყურებელი ჩვენი წერს რომ უცხოელი მიწას აქ თუ იყიდის აქ დასახლდება გამრავლდება მალე საქართველოში ქართველების ადგილი აღარ იქნება თან მიწა კაპიკებად იყიდება და გაღატაკებული ხალხი იძულებულია გაყიდოს ანუ ამ ტიპის არგუმენტებს ემხრობით თქვენ როდესაც რა თქმა უნდა მოგესალმებით პირველ რიგში ძალიან სასიამოვნო იქნებოდა ჩემთვის როცა ბალტიისპირეთი მოყვავს მაგალითად უნგრეთი და სხვა ქვეყნები რომელიც ბატონმა გიორგი ჩამოასახელა მაგრამ ჩვენ არ ვცხოვრობთ არც გეოგრაფიულად ჩვენ ევროპაში არ ვცხოვრობთ ჩვენ შეიძლება გვინდოდეს რომ პოლიტიკურად და კულტურულად აღმოჩნდეთ ევროპაში ეს სხვა თემა არის მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო რეგიონში. ევროპაში სისუსტე არ ნიშნავს განადგურებას და კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთში სისუსტე ნიშნავს განადგურებას. ახლა ამას არ მოვყვები რატომ არის ესას. შემდეგ საქართველოს უახლოეს სამეზობლოში არის რამოდენიმე მიძინებული კონფლიქტი, რომელიც შეიძლება ხვალე გაცოცხლდეს, გაიღვიძოს. და აგერ თუნდაც რამოდენიმე დღის წინ თუნდაც ის დაძაბული ვითარება რაც სპარსეთის ყურეს შეიქმნა ჩვენ ყველაფერი გვაძლევს იმის ეჭვს რომ ალბათ მოგეხსენებათ თქვენ რომ არაბულ ქვეყნებში და საერთოდ ახლო აღმოსავლეთში ძალიან დიდი ფულის მასა არის საკმაოზე მეტად სხვათა შორის ეგრეთ წოდებული შავი ფულიც არის მე ამას რო გეუბნებით დიანა მე ახლა რაღაც ვარაუდებს კი არ გეუბნებით მე ისე ვიმეორე და იყიდიან მიწებს მინდა რომ გასაგები იყოს 4 წლის განმავლობაში მე პირადად მქონდა ურთიერთობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ძალიან მაღალ ჩინოსნებთან პირველი კითხვა მათთვის და პირველი ინტერესი მათთვის არის საქართველოს მიწების შეძენა. ახლა რაც შეეხება ბატონ გიორგი როამბოს ეს ცნობილი ფორმულირება რომ მიწას მოიკიდებენ და წაიღებენ. მე გაგახსენებთ ერთ რამეს 67 წელში როცა იყო ისრაელ-არაბეთის ომი, როცა პალესტინელი ტოლილები გაიქცნენ პალესტინიდან ებრაელებმა ისრაელმა მაშინ ასეთი პოლიტიკა აწარმოა პალესტინელ ტოლილებს მათ გადაუხადეს მიტოვებულ მიწებში ფული და დღეს ისინი პრეტენზიას ვეღარ აცხადებს. ასე რომ მიწის მოკიდება შეიძლება და წაღება შეიძლება და ძალიან ხშირად ხდება ასე რომ მიწის წართმევაც, მიტაცებაც ხდება ასე საკუთრების თვალსაზრისით. ამიტომ რაც შეეხება დღევანდელ ინიციატივას ხელისუფლების მივესალმები ამას, თუმცა ეს მათი სურვილი არ იყო თავიდან, არავლებდნენ ამას, მაგრამ საზოგადოებრივი დაწოლისა და გარკვეული პოლიტიკური ძალების, მათ შორის ჩვენი, სხვათა შორის დემოკრატიული მოძრაობა იყო ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც პროექტის სახით შეიტანა საკონსტიტუციო კომისიაში. დანარჩენი პარტიებიც იყვნენ, ოღონდ ისინი მარტო ვერბალურად მოითხოვდნენ ამას, მაგრამ ერთადერთი ვინც შევიტანეთ ჩვენ ვიყავით და ძალიან სასიამოვნოა, თუმცა თქვენ დაგიბრუნდებით თუმცა ერთიანობას, თუმცა დაველოდებით ჩვენ მაინც ისევ ფორმულირებას, რა ფორმულირებით ჩაიწერება ეს. კარგით, ბატონ გია, მიწას მოიკიდებენ და წაიღებენო, კი შეიძლება მოიკიდონ და წაიღონო, ბატონ გუბაზე ამბობს. თქვენი პოზიცია როგორია ამ ჩანაწერის მიმართ, მას პოპულიზმი უწოდა ჩვენმა წინასტუმარმა, რომლის პოზიციებსაც თქვენ ემხრობით. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით თქვენ სტუმრებს. ჩემს წინ ისაუბრა სამაგამოსვლა, აქედან გამომდინარე, ნება მომეცით, რომ სამივეზე ძალიან მოკლე კომენტარი გავაკეთო. პირველ რიგში ხელისუფლების წარმომადგენელმა ძალიან ბევრი რამე თქვა, მაგრამ აქედან გამოყოფთი რამდენიმე რამეს. არანაირი კავშირი ოკუპაციასა და მიწების სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებას შორის არ არსებობს. ბატონმა დანელია ამით გამოავლინა, რომ ის საერთოდ არ არის ახლოს საერთაშორისო სამართლის, ზოგადად სამართლის ელემენტარულ პრინციპებთან. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილებაში იქნება მიწა რუსეთი რა იმის ოკუპაციას ვერ მოახდენს, რა შეუშლის ხელს სხვა ქვეყნის მოქალაქის არის და ვერ მოახდენ ამ მიწის ოკუპაციას. მეორე, მან ასევე თქვა, რომ სოფლის მეურნეობის რეფორმა დაიწყეთ და ეს დიდი ხანი გაგრძელდება. რეფორმა ვიცი მე ძალიან მოკლე ხანში რომ უნდა დასრულდეს. 25 წელია სოფლის მეურნეობას უვლის საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლება 25 წელი რეფორმა მიმდინარეობს
მიმდინარეობს და ამ რეფორმის შედეგი ვერაფრით ვერ დავინახეთ. მე მიმაჩნია რომ ის რასაც დღეს აკეთებს ხელისუფლება ამას აქვს ძალიან კონკრეტული მიზანი ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხელისუფლება ვიღაცის გულის მოსაგებად არის ეს არის იმ ადამიანების გულის მოსაგებად ვისაც გონია რომ თუ თქვათ მიწის გაყიდვაზე აკრძალვას დააწესებენ კონსტიტუციით ამით ჩვენ უფრო უკეთესი პატრიოტები ვიქნები და ამით უფრო დავიცავთ ხო მაგრამ ვიღაცები ხომ გაბრაზდებიან რომლისთვისაც შესაძლოა მიწის ფასმა დაიწყოს კი ბატონო რა თქმა უნდა მივალ აქამდე თუ შეიძლება კიდევ რამდენიმე რაღაცას ვიტყვი ბატონმა ოთარმა ასევე ბრძანა რომ ევროპელები მას ეუბნებოდნენ რომ მსგავსი შეცდომა არ დაუშვათ ტყუილია ეს ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებში და არაწევრ სახელმწიფოებშიც რომლებიც შეგვიძლია ვთქვათ ევროპულ სახელმწიფოებად ჩავთვალოთ ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ თუ გვაქვს ამის ფინანსური საშუალება და შევიძინოთ მიწა საქართველოს პარლამენტში მათ შორის ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციაში არის ძალიან ბევრი დეპუტატი რომელიც სხვა ქვეყანაში ფლობს მიწას ან რაიმე თქვა სხვა საკუთრებას ხო ანუ იქ რატომ გვატყუებენ ეს შესაძლებელია კვიპროსზეც კი რომელიც ჩვენზე უფრო პატარა სახელმწიფოა და რომლის 37% როგორც თვითონ აცხადებენ არის ოკუპირებული ხო პრობლემა აქვს ოკუპაციის და შუაშია გაჭრილი ჩვენ შეგვიძლია ჩავიდეთ და შევიძინოთ მიწა ეხლა რაც შეეხება ბატონ გიორგი ტუღუშს მან ბევრი სწორი არგუმენტები მოიყვანა და გუბაზის არგუმენტებზე ისაუბრეთ ვინაიდან თქვენ ოპონენტები ხართ ეხლა ამ ფრაგმენტში ბატონო მან ახსენა კომპანია ფერერო ხო კომპანია ფერერო არის ის ცნობილი კომპანია ტრანსნაციონალური კომპანია რომელიც ცნობილ აი რაც არის ხო ეს ფერერო შოკოლადებს და სხვა ნაწარმს ჩვენ ყველანი ჩვენი შვილები ამას მოიხმარენ ფერერო საქართველოსდან გააქვს თხილი და თხილის ექსპორტით საქართველოში უფრო მეტი მოგება შემოდის ვიდრე ყურძნის ექსპორტით ეს ისე სხვათა შორის თხილის ექსპორტ საქართველოსთვის მოაქვს უფრო მეტი მოგება ვიდრე მოაქვს ღვინის ექსპორტ ჩვენ აი ეს ყბადაღებული ღვინო გონია რომ ღვინო გვამდიდრებს არა ბატონო თხილით უფრო მდიდრდებით ვიდრე მდიდრდებით ღვინით და კიდევ ერთი საკითხი რომ გავაგრძელოთ ეს თემა დღეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო მიწებიდან სულ არის 0.7%. ყურადღება მიაქციეთ 0.7%. ნუ წარმოვიდგენთ ისე რომ დგას უზარმაზარი რიგი და ეხლა ბატონ გუბასთან გადავალ ამ შემთხვევაში დგას უზარმაზარი რიგი უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვისაც სულ საქართველოში მიწა შეიძინოს. აქამდე ხო არ იყო კონსტიტუციით აკრძალული რატომ არ შეიძინეს? აი ამაზე 0.7 ასეთი ციფრი დაასახელეთ. თუ შეიძლება გავაგრძელებ რა მიწის მოკიდება და დისკუსიის არა ბატონო ის რა არგუმენტის მოიტანა ბატონმა გუბაზმა არ არის სწორი არგუმენტი ამ შემთხვევაში ეს ფორმულა რაც ისრაელმა გამოიყენა პალესტინელებთან მიმართებაში საერთაშორისო ცნობილი ფორმულაა და ჩვენ შემთხვევაში ამის გამოყენება უბრალოდ რა ვითარებაში შეიძლება მოხდეს ანუ რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს ის ვითარება როდესაც ჩვენ მოგვიწევს ვინმესთვის კომპენსაციის გადახდა რა შემთხვევაში შეიძლება რომ ასეთი მდგომარეობა მივიღოთ და დავასრულებ ძალიან პრაქტიკულ სიბრტყეზე რომ გადმოვიტანოთ ხო ძალიან პრაქტიკულ სიბრტყეზე წარმოვიდგინოთ რომ სადღაც რომელიმე ქართულ სოფელში არსებობს ადამიანი რომლის შვილსაც სულს არ ვიცი ისწავლოს რომელიმე უნივერსიტეტში ან თუნდაც სხვა რაღაცა ბიზნეს საქმიანობის დაწყება უნდა და ის არის მცირე მიწიანი განსხვავებით ჩვენი მეზობელი ვთქვათ რუსეთისგან მეზობელი თურქეთისგან ან ასევე ახლო მეზობელი ირანისგან სადაც დიდმიწიანი ანუ უფრო მეტი ფართობი მიწა აქვს ფლობელობაში იქაურ ფერმერებს სამივე წარმოადგენს სოფლის მეურნეობის კარგი უნდა შეძენა მიწის არა შეძენა არა მას სურს რომ ეს მიწა გაყიდოს და დაიწყოს თქვა სხვა ბიზნეს საქმიანობა ან სურს რომ ეს ფული მისცეს თქვა თავის შვილს რომ თქვა სწავლა გააგრძელოს და შემდეგ თქვა უკეთესი სამსახური იპოვოს მასთან მიდიან უცხოელები და ეს ადამიანი თავის საკუთრებას ვერ ყიდის რას ნიშნავს ეს ჩვენ ამ ადამიანს ვწირავ ციგარებისთვის. საქართველოს პრობლემა არის ციგარი. გასაგებია თქვენი ყველა არგუმენტი. მოდი ბატონ გუბაზე დაგიბრუნდებით. რომელთა უმრავლესობა არის ძალიან მცირე ფართობი მიწის მფლობელი, ჩვენ ამ ადამიანებს ვწირავ ციგარებისთვის და ამისთვის ამ ადამიანებს ვწირავენ იცით ვინ? ის ადამიანები, რომლებსაც სახლები აქვთ, ბინები აქვთ თბილისში, აქვთ მორგებული პარლამენტის წევრის სკამები და საერთოდ არ აინტერესებთ ხდება რეგიონებში. ფინანსური შესაძლებლობა რო გქონდეთ თქვენ ნებისმიერ ევროპულ წამყვან ქვეყანაში იყიდდით ვილას და მიწასაც
სახსას და ასე შემდეგ. იმითი რომ თქვათ ბატონო გიორგი მახსენა რომ აი ირანს, თურქეთს გაცილებით უფრო დიდი მიწის ფონდები აქვს. არ არის ასე ბატონ გიორგი, იმიტომ მოსახლეობის სულ მოსახლეზე თუ გავითვალისწინებთ ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთ მოქალაქეზე საქართველოში გაცილებით უფრო მეტი არა მე განვთვალე ფერმერს უფრო მეტი მიწა აქვს ვიდრე ქართველ ფერმერს ჩვენ ასე ნუ ჩამოვაყალიბებთ არა ესე უნდა ჩამოვაყალიბოთ არა ხوارიცით რას ვამბობ ხوارიცით რას არა ერთი წუთი არგუმენტი დაიწყო არა არიცით ჩემი აზრი რითი დამთავრდება ხო ისმეთ თქვენ ახლა მოყავთ ის იქეთკენ მიყავთ საქმე თქვენ ვინც თვლით რომ მიწა უნდა გაიყიდოს სხვა ქვეყნის მოქალაქეებს რომ გლეხი საერთოდ ვერასდროს ვეღარ გაყიდეს მიწას და საქართველოს მოქალაქეს რომ იყიდოს რა უჭირს საქართველოს მოქალაქემ არა რატო ამოწურვადი ჩემო კარგო ერთი წუთი ამოწურვადი გასმის შიდა ბაზარზე ხარ რამდენჯერ შეიძლება ვინ იყიდოს ეს რატომ არ შეიძლება ჩემო კარგო ფასი არ აქვს მიწაზე მოთხოვნას თუ გავზრდით მიწაზე მაშინ გაიზრდება მხოლოდ ფასი ეს არის ბაზრის ელემენტი რასაც ჩვენ ევროპელები გთხოვენ ეს არის ქართული ეკონომიკის მოწყობა საბაზრო ეკონომიკის პრინციპზე თუ ჩვენთან არ იქნება მიწაზე მოთხოვნა მიწას ფასი არ ექნება თუ თქვენ გაქვთ 10 ვაშლი და მყიდველი ყავთ ერთი ვაშლის ფასი არ გაიზრდება მაგრამ თუ 10 ვაშლის 100 მყოვნელი მყიდველი მაშინ ვარს გაყიდეთ რაც უფრო მეტია მყოვნელი მეტია კონკურენცია და ფასიც მეტია მომეხმარა ბატონია ერთმანეთს გაუმრიცხავ განცხადებას აკეთებთ მყოვნელი არ არისო და ახლა ამბობთ რომ მყოვნელი გაჩნდება რაც შეეხება მყოვნელი რომ არ არის ბატონ გიორგი თქვენ კარგად გესმით ესა დარწმუნებული ვარ აქ რომ დიდი მასა არ შემოვიდა მიწების შესყიდვები არ მოხდა ამის მთავარი მიზეზი არის რომ საქართველო არ არის სტაბილური ქვეყანა და გამოიარო ბოლო 25 წელიწადში 4 ომი ეს არის ფაქტი ხო ეს ხო მოქმედებს არასტაბილურობა მოქმედებს მაგრამ მე ტყუილად არ მიხსენებია ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება ჩვენ შეიძლება არასტაბილურ ვითარებაში ვიყოთ როგორც სახელმწიფო მაგრამ ჩვენ სამეზობლოში უფრო დიდი დისბალანსი და უფრო დიდი არასტაბილურობა მივიღოთ ამას აუცილებლად მოყვება ფინანსების გამოდინება და უძრავი ქონების შეძენა. უძრავი ქონების შეძენა თქვენთვის სიახლე ხო არ არის რომ მაგალითად რამოდენიმე წლის წინ არაბებს უნდათ ამერიკაში პორტის ყიდვა და არ აყიდეს. რატო არ აყიდეს? რა მემუქრებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს? შვეიცარიაში თითქმის შეუძლებელია მიწის შესყიდვა. თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ასეთი უძრავი ქონების დაბანდებები წავა ისეთ ქვეყნებში, როგორც არის საქართველო. საქართველო არის სუსტი სახელმწიფო, სუსტი ეკონომიკით, უფულო მოსახლეობით, რომელიც გაჭირვებაზე არის და გაჭირვება განსაზღვრავს შეცდომებს ძალიან ხშირად, ეს სიახლეს საფერს არ ვამბობ. ამიტომ შეიძლება მოხდეს ის რომ ერთი თაობის განმავლობაში მე ცოტა ეჭვმეპარება რომ ჩვენი გლეხის მნიშვნელოვანი ნაწილი მიწას რო გაყიდეს რამეში დააბანდოს ფული ოპელ ვექტრას იყიდეს და იმაზე გადაждდება იმიტომ დაბანდებაც არიციან ჩვენებმა ხო ესეც არის ესეც არ არის იცით როგორ არის საქმე სახელმწიფომ ხანდახან სახელმწიფოს ინტერესები და ხანდახან ხალხის მოსახლეობის ინტერესები ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა ამიტომ სახელმწიფოს მოვალეობა არის რომ თავიდან აიცილოს ის საფრთხები რაც შეიძლება დაემუქროს ამ პროცენტი ახსენა ძალიან დაბალი ბატონ გუბას გამაგიამ რომელიც გითხარით 4 ომ გამოვლილი ქვეყანა როგორ წარმოგიდგენიათ რომ აქ შემოსულიყო ვინმე და ეყიდა ანუ ეს დაგვიცავს რომ სამომავლოდ მოგვაწყდებია როგორც რა თქმა უნდა უნებრივია Ferrero არის ის კორპორაცია, რომელიც სანამ რომელიმე ბაზარზე შევა, დამერწმუნეთ, დიდი ხნის განმავლობაში ზომავს და წონის რისკებს. Ferrero მიყიდა მიწა. ანუ არასტაბილურობა ვეთანხმები ბატონ გუბას, რომ არის ხელისშემშლელი ფაქტორი უცხოური ინვესტიციებისთვის, ბიზნესის კეთებისთვის, ჩვენ არ გვჭირდება დამატებით ხელისშემშლელი ფაქტორები შევუქმნათ კიდევ ბიზნესს. და თუ შეიძლება უპასუხებ ბატონ გუბას 25 წლის განმავლობაში, რაც საქართველოს არის თავისუფალი სახელმწიფო, ჩვენ სამეზობლოში ყოფილა უამრავი კრიზისი. უამრავი ასეთი ფინანსური რესურსი ჩვენი სამეზობლოდან გადინებულა სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენთან არ შემოსულა. წასულა ზუსტად შვეიცარიაში. შვეიცარიაში მიწას ვერ ყიდულობენ იმის გამო, რომ მიწა იქ ძვირია. მიწას ყიდულობს ძალიან მდიდარი ადამიანი.
ვინ თქვა რომ შვეიცარიაში მიწა არ იყიდება, რა თქმა უნდა შვეიცარიაში მიწა იყიდება. ვისაც უნდა წავა და შვეიცარიაში მიწა შეიძენს. უბრალოდ იქ მიწა არის ძვირი. ისევ როგორც ბატონმა გუბაზმა თქვა რომ არაბები არ შეუსშვეს ამერიკაში და არ არის არ მიყიდა. არა, ჩემო კარგო, როგორ არ არის ასე? ამერიკის შეერთებულ შტატებში ყატარული Empire State Building-ი ყატარულ შენობებზე ხო ვლაპარაკობ? პირეოსის პორტი გაყიდა საბერძნეთმა და მიყიდა ჩინურ ჩვენ სასოფლო სამეურნეო მიწებზე ვლაპარაკობთ რა ჩემო. ჩვენ ზოგადად საკუთრებაზე საუბრობდით. რა განსხვავებაა საკუთრებაში მყოფ მიწასა და მანქანას თუ ბინას შორის? დიდი სხვაობა არის ჩემო კარგო რა. ერთი არის თავისუფალი ეკონომიკური ზონა რო გაქვს ზღვისპირეთში და მეორე იგივე ჩინეთი ავიღოთ ხო? თავისუფალი ეკონომიკური ზონებით მიდის ჩინეთი წინ, მაგრამ თვითონ ჩინეთის შიდა პროვინციებში მიწის გაყიდვა არის აკრძალული. არ იცით თქვენ ამის შესახებ? არა, როგორ არ ვიცით, ყველაფერი ვიცით რა არის აკრძალული. რამდენიმე ქართული კომპანიაა ჩინეთში ჩასული და მიწა ნაყიდი აქვს და ქარხნები აქვს აშენებული. ვინ თქვა რომ რამე არის აკრძალული? თავარი არის ვინ გადაიხადოს ჩინეთში მიწაზე არ არის თავარია ვინმე ჩინეთი რატო კომუნისტური ჩინეთი მოგაქვთ მაგალითად სადაც კერძოს ჩინეთი რატო მოგაქვთ არგუმენტად ჩინეთი კუბა მოიტანეთ კიდევ და ის მოიტანეთ ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა საერთოდ ვერ ხედავთ საფრთხეებს საქართველოს გარშემო საფრთხეებს ვერ ხედავთ არის ჩვენი ეკონომიკური ჩამორჩენილობა ჩვენ რო ვიყოთ ეკონომიკური სახელმწიფო ეს არის ჩვენი მთავარი საკითხი ამ ვითარებაში რა ვითარებაში ჩვენ ვართ გავიმეორებ და ამით დავასრულებ დამატებითი წინაღობების შექმნა საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის ტოვებს სიღარიბის მძევლად საქართველოს მოსახლეობის 50%-ზე მეტ დაახლოებით ჩვენი მოსახლეობის ნახევარი არის იმ სასოფლო სამეურნეო მიწების მფლობელი რის აკრძალვასაც ახლა ჩვენ კონსტიტუციით ვაპირებთ და კიდევ ერთი კონსტიტუცია არ არის ის დოკუმენტი ეკონომიკის განვითარებისთვის უცხოელზე მიწის მიყიდვას რა ეფექტი მოაქვს ქვეყნისთვის თქვენ რომ იყოთ უცხოელი ინვესტორი და გსურდეთ საქართველოში ინვესტირება. თქვენ დააბანდებთ თქვენს ფულს რამდენიმე მილიონს იმ მიწაზე, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით. არ დააბანდებთ. აბა რატო უნდა დააბანდოს ვინმე გერმანელმა ან ვინმე ამერიკელმა ან რაუჯერს გიორგი. გვაქვს ჩვენ ეს ფული? ეს არ არის ხვალ რამდენია საქართველოს ბიუჯეტი? რამდენია საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი? ხვალ საიდან აღმოჩნდება? გიორგი, ინვესტიცია არის ახალი რელიგია არის ლიბერალების ეს არის ინვესტიცია. საიდან უნდა ინვესტიცია საიდან და ქართველების საქართველოს მოქალაქე საქართველოში გასვლა მას შემდეგ რაც აქ რეფორმები დაიწყო კახაბენდუქიძემ მანამდე საქართველოში ფული არ გაჩენილა ნახეთ რა იყო საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მანამდე რა არის დღეს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი რატო ვერ მივდივართ წინ რატომ არ მოდიან უცხოელი ინვესტორები ესე ყველაფერი კახაბენდუქიძის ეკონომიკა მე მაგალითისთვის არა ერთი წუთი მათქმევია ახლა თქვენ იმიტომ კახაბენდუქიძე გამოიყვანეთ ქვეყნის ხსნელად მისი ცნობილი ფორმულა რო უნდა გავყიდოთ ყველაფერი. თქვენ ამას ემხრობით, რომ ყველაფერი სინდისის გარდა. ხო, ყველაფერი სინდისის ეგ უფრო ამძიმებს, ეგ უფრო ამძიმებს თავისი ფასი. ანუ საქართველოში ნებისმიერ სასაზღვრო ზოლი უნდა გაიყიდოს, ყველაფერი უნდა გაიყიდოს. რა ნიშნავს სასაზღვრო ზოლი? რა, იმიტომ რომ არც ერთ მეზობელთან ჩვენ არა გვაქვს დადგენილი საზღვარი. ჩვენ გვაქვს დადგენილი საზღვარი თურქეთთან. ბატონ გუბას, სხვასთან ვისთან აგვაქვს ესეთი არგუმენტები, სხვასთან არავისთან. საფრთხეებზე თქვენ საფრთხეებს რეგულაცია ბატონო სამეზობლო საფრთხეებს თქვენ ისედაც ვერ გავყიდით იმ მიწას რომლის მფლობელობაც რომელი სახელმწიფოსია ჯერჯერობით აფხაზეთში რა ხდება იცით ბატონო კიდე გიმეორებთ ახლა თქვენ მოგაქვთ ბატონო ოთარ დანელიას არგუმენტები არა ოთარ დანელია რა შაშია ოთარ დანელია და თქვენ ერთ ჭუაზე იყავით ერთი დღის წინ აპირებდით მიწის ერთად აპირებდით ამ მიწის გაყიდვა არა მე მგონი ოთარ დანელია პირობითად ბატონო გუბას ჩვენ არაფერს არ ვაპირებთ თუ არ მათქმევია აფხაზეთში მიდის ასეთი პროცესი რუსებს უნდათ რომ შეისყიდონ მიწები და აფხაზები არ აძლევენ ამის უფლებას რუსეთს რამდენი მითხარ ერთი წუთით რა გამოსულებია რუსეთს იცით რამდენი მიწა აქვს ნაკიდი ჩრდილოეთ კვიპროსზე იცით რამდენი მიწა აქვს კვიპროსი არ მაინტერესებს ჩემო 37% იქაც ოკუპირებულია არ მაინტერესებს გიორგი ერთი წუთით კონკრეტული საკითხი აფხაზეთში არის ასეთი ვითარება გვაქვს ასეთი ვითარება რუსებს უნდათ შეისყიდონ აფხაზეთში მიწები
და აფხაზები არ უშვებენ მიწის გაყიდვას სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე. რა ვქნათ, აფხაზები სწორად იქცევიან თუ არასწორად? ბატონო გუბას, ის რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ნებისმიერი ეკონომიკური ტრანზაქცია თუ ინტერაქცია რაც იქ მოხდება, ხო? ოკუპაციის კანონის უკანონო. არის უკანონო. მაგრამ ძალა აღმართ რომ ხსნა სამის შესახებ გაგიგიათ რა. ძალა აღმართ რომ ამისთვის არის მადლობა, გასაგებია თქვენი პოზიციები. ამისთვის აშუაშია თქვენ მოგაქვთ ეხლა თქვენ გინდათ რომ დააბნიოთ ეხლა საქართველოს. გიორგი, ნებისმიერ მოდი რა გავხსნათ წვრილი. ნებისმიერ ჩვენ მეზობელს. ნებისმიერი ასეთი ქმედება არის უკანონო. ნებისმიერ ჩვენ მეზობელს აქვს ჩვენზე მეტი ფინანსური შესაძლებლობა. რუსებსაც, აზერბაიჯანელებსაც, სომხებსაც, თურქებსაც, ირანელებსაც, არაბებსაც. შეუშალოთ აქ ინვესტირებისთვის. რა თქმა უნდა. აქ ინვესტირებას ინვესტირებას ეძახით. ჩვენ იმას ვეძახით ქვეყნის გაყიდვას და ქვეყნის გაყიდვას. ასე ქვია ამას. ნებისმიერი მიწა, რომელიც იქნება უცხო მოქალაქეობის თუ შეიძლება ნებისმიერი მიწა. საქართველოს სამშობლო. ჩვენ სამშობლოზე არა არ გვინდა ეს ემოციური ქვეყნის ეს არა როგორ ახლა თქვენ ემოციაზე გადახვედით მე პრაგმატული ამბავს აბრუნებთ გამოქვაბულში იმიტომ ემოცია არ არსებობს. ნუ შემეჯიბრებით პატრიოტიში ბატონო გუბას თქვენ იყავით ვალიმაგიდის დეპუტატი იყავით ქართული ისა აღორძინების დეპუტატი ქართული ოცნების დეპუტატი 25 წლის განმავლობაში რაც შეგეძლო თქვენ გააკეთეთ ამ ქვეყნისთვის მეტის გაკეთება როგორ ჩანს თქვენ არ შეგიძლიათ ეხლა გვაცადეთ გამოიცანე ესა გამოიცანე ეხლა როგორ არ ვიცი კარგად ვიცი ეხლა კარგი ძალიან შორს ხმას მომიცია თქვენთვის და როგორ არ ვიცი არა ერთი წუთი იმ პოლიტიკურ აზროვნებაზე თუ იმ პოლიტიკურ ვექტორზეა საუბარი. ჩემო კარგო სამყარო გამოიცვალა. ვიცით რომ გამოიცვალა, რომ გამოიცვალა, გავასაპირებენ საერთოდ ემიგრანტების ჩემო კარგო. თუ შეიძლება დავასრულოთ. ჩვენც უნდა მოუაროთ ჩვენსას და მოვლა ეს იქნება. ის კი არა თუ გავღარიბდეთ. არა, ის კი არა თუ გავღარიბდეთ. არაბი შეიხი გადაიხდის მილიარდს და წაიღებს თემ. არაბი შეიხი იქნება არაბი შეიხი იქნება თუ შვეიცარიელი მილიონერი მან ამ ტერიტორიაზე რომელიც ჩვენი სამშობლოა როგორც თქვენ ბრძანეთ ჩვენი სახელმწიფოა უნდა იმოქმედოს იმ კანონების ფარგლებში რომელსაც ჩვენ ვაწესებთ ვერც არაბი შეიხი ვერ შვეიცარიელი მილიარდელი ვერაფერს ვერ გააკეთებს ჩვენი იურისდიქციის მიღმა აქ კანონებს ვაწესებთ ჩვენ დიდი მადლობა უნდა დაგემშვიდობოთ მაყურებლის გასაგები იყო ჩვენი არგუმენტები ჩვენი ნების წინააღმდეგ ღმერთმა ვიღაცა ინვესტირებას გააკეთებს საქართველოს იმიტომ რომ ერთ თაობაში რასაც თქვენ ამბობთ მივიღებთ იმას რომ მკვიდრი მოსახლეობა აქ აღმოჩნდება დგმურის მდგომარეობაში. კარგი, სად მოხდა მსგავსი? მიდე დაგემშვიდობოთ, რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ უკვე სხვა თემით საუბარს. იგივე პალესტინა თქვა, გითხარ. არასწორი არის.